ჩემი თაობის და კიდევ უფროსი თაობის მაყურებელს ეს გვარი აუცილებლად ემახსოვრება. ესე მაკარენკო სულ მახსოვს ბავშვობიდან, მე უფრო ახალგაზრდობაშიც, რომელსაც აი იმ პერიოდის საბჭოთა პერიოდში აი ამ რომ დაწერა, როგორ უნდა ვასწავლოთ, აღზარდოთ ბავშვი და აი სწორედ მაკარენკოს და აი ამ მეთოდზე და ამ მეთოდზე მას მე ძალიან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ეს სულ ჩამრჩა. სხვადასხვა რაც დრო გადის მეთოდები იმისა თუ ბავშვი როგორ უნდა აღზარდოთ, სულ მუდამ იცვლება. ხა ძველი სპარტადან მოყოლებული და სპარტანული რაღაცის მეთოდები დღეს ზოგიერთი გამოიყენებს, მაგრამ ზოგიერთი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ასეთი ტიპის მეთოდით ბავშვის აღზრდა წარმოუდგენელია. ძალიან ბევრი რამ იცვლება დროსთან, ეპოქასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები უფრო და უფრო სწავლობთ ჩვენს ფსიქოლოგიას, ჩვენი პატარების ცხოვრებას და რაც მთავარია, გარემო ყოველთვის ცვალებადია. გარემო რომელშიც იბადებიან ბავშვები, ეს გარემო ბევრ რამეს განაპირობებს. ახლა ჩემ დროს არც ინტერნეტი იყო და შესაბამისად არც არასოდეს თავშეაზად არ მოვიდოდა ვინმეს დაეწერა, თუ რა მავნე შეიძლება იყოს გაჯეტებთან ურთიერთობა არასრულწლოვანი ბავშვისთვის, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვისთვის. დღეს სრულიად სხვა რეგულაციებია, სრულიად სხვა შემოდის სხვა მეთოდები და ზოგადად მშობელიც სხვანაირია დღეს, მშობლის ცხოვრება სხვანაირია, უფრო დაძაბულია, ის უფრო ნერვებაშლილია ხშირ შემთხვევაში, რაც ხშირად გადადის ხოლმე ბავშვებსაც. მოდის სამსახურიდან აგზნებული, გაბრაზებული, უფროს მაწყენინა, კიდე ვიღაცამ რაღაცა მოდის ვიხვდება, პატარა ბავშვის სახლში, რომელიც არ უჯერებს და მთელი აგრესია გადადის მასზე. ძალიან ბევრი ნიუანსია, ძალიან ბევრი ფაქტორია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ლიტერატურას მივაგნოთ იმისთვის, რომ გავიგოთ ამ უზარმაზარ ძალიან რთულ სამყაროში როგორ გავიკვალოთ გზა და რა იყოს ჩვენი ორიენტირი, სწორედ აი ამისათვის ჩვენ დღეს დავაპატიჟეთ ძალიან მომხიბლელი ადამიანი, ნინი ჩიქოვანი, რომელიც არის გამომცემლობა ცნობის მოყვარე პანდას დამფუძნებელი და მას აქვს ძალიან ბევრი პრაქტიკული რჩევა და აი ლიტერატურაც მოგვიტანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ჩვენს შვილებთან. აბა რა შეიძლება რომ ვუთხრათ ამ შემთხვევაში ჩვენს მადლობა წარდგენისთვის, რომ დამპატიჟეთ და რომ გაინტერესებთ. ძალიან გაინტერესებს. მე თვითონაც ის მშობელი ვარ, რომელსაც გავს არასრულწლოვანი. მე გამიკვირდა, მე მეგონა სპოკს იტყოდით შესავალში, იმიტომ რომ მახსოვს რომ სპოკი იყო ჩვენი მშობლების პერიოდის თავარი წიგნი. არა, სპოკი და როგორ გეკადრებათ? ჩვენი თქვენი ძალიან ახალგაზრდა გონი ვართ ეთყობა, მაგრამ კარგია ეს მომწონს უკვე. მე ჩემი თაობის და ესეთ ღრმა საბჭოეთის ბავშვებისთვის იყო ეს ცნობილი გვარის მაკარენკო, ესეთი იყო. მერე იყო უკვე სპოკი და ასე შემდეგ. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი გამომცემლობა პრინციპში აზრი, რატომაც დავიწყეთ გამომცემლობა, იყო ზუსტად ეგ, რომ ქართულ ენაზე არ იყოს საკმარისი სახელმძღვანელოები მშობლობასთან დაკავშირებით და მე თვითონ რომელიღაც კლინიკაში ვიყავი, ვათვალიერებდი რაღაც წიგნს, აი აქ მაქვს ეს წიგნი, რომელიც 10 წლის წინ, აი ვათვალიერებდი ერთ-ერთ კლინიკაში, თბილისში, ხოლმე ინგლისურ ენაზე იყო და ვიფიქრე, რომ რა კარგი იქნება, კი, როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე რომ მოგვისმინონ, როგორ მოусმინოთ ბავშვებს ისე რომ ველაპარაკონ. 1986 წელს არის დაწერილი. ანუ არც თუ ისე ეს საკმაოდ ეს არის ითვლება ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო მშობლებისთვის. კი, ჩვენ გამომცემლობით კიდევ თარგმნეთ, ეს უფრო ახალი არის ერთ-ერთი. კარგია რომ თარგმნეთ ეს ქართულ ენაზე, კიდე თარგმანიც ხო კარგია, მთავარი ეს არის, რომ ზოგიერთი თარგმანი ვერ გაიგებ ვერაფერს. თქვენ სხვადასხვა დათუნალადაშვილის დამ, რომელიც პირველ რიგში არის მართლა თვითონაც სასწაულის აქ რაღაც გამოცდილება თარგმანის კუთხითაც, რაღაც სწავლის კუთხითაც, პრაქტიკის კუთხითაც, მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ეს წიგნი კონკრეტულად თქვენაც გიჭიროთ ხელში, ამით დაიწყო ეს ჩვენი გამომცემლობა, უბრალოდ იმიტომ რომ მინდოდა რომ ქართულ ენაზე იყოს და რომ მივწერე ლიცენზიაზე, მითხეს ვიცით რა უნდა იყოს გამომცემლობა იმისთვის რომ თარგმნოთ და უცბად აი ორ წამში მოვიფიქრე ცნობის მოყვარე პანდა. ვეძებდით რომ რომელი რა თვისებები აქვს პანდას და საყვარელია ძალიან. ყოფილა პანდა ცნობის მოყვარე. თუმცა ცნობის მოყვარეა ეს ინერტული როზის ესე და სულ ბამბუქს რო ჭამს. არ ვიცოდი მე ის რაც ახლა რომ ცოდნა და პანდა არის ერთ-ერთი ცხოველი რომელსაც თუ უჩნდება ტყუპები ერთზე უარს ამბობს იმიტომ რომ გონია რომ ვერ შეძლებს მე. ართლაც საყვარელი ყოფილა ეს ჩვენი პანდა. ზოგადად რატომ არის მაგრამ პასუხისმგებლობაა. აი ორს ვერ გავზრდიო იძახის, ხო? ნიშნულოვანი ამ წიგნების. დავიწყეთ ამით თარგმნით დღეს უკვე 11 წიგნი გვაქვს, ასევე ვაკეთებთ ჩვენს საავტორო წიგნებს. ამ წიგნის მიხედვით უკვე გარდა იმისა, რომ წიგნი გვაქვს, ასევე გვაქვს ლიცენზია ვორქშოპების, ანუ ვატარებთ ვორქშოპებს მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, სკოლებში დავდივართ. ახლა გვაქვს დიდი ტურნე მე და ჩემ პარტნიორს დავდივართ სკოლებში. რას ვასწავლით ძირითადად და რა წერია ამ წიგნებში? რატომ უნდა ვიყიდო?
შევიძინო ან რატო უნდა მაჩვენო. ყველას აქვს სხვადასხვა დანიშნულება. ეს პირველი არის კონკრეტულად როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს, ისე რომ მოგვისმინონ, როგორ მოусმინოთ, ისე რომ ველაპარაკოთ. არის უნივერსალური რეცეპტი? კი, აი მარტივი რამოდენიმე ჩამოვიდეთ. აი მითხარით, ეს უნივერსალური რეცეპტი. მომზადების გარშე. პირველი არის ის, რომ ბავშვებს არ უყვართ ლექციები. არა, დიდებსაც არ უყვართ. აი ძალიან ბეზდება ადამიანს დიდი ხანი რომ გელაპარაკება ერთ-ერთი კეროვანზე. ზუსტად ვიცი ჩემი. ამიტომ ხო, ჩვენც ეგრე ვართ. აი გადაცემას რო უყურებ, ხო, გვინდა ეს ინტერაქცია, არ გვინდა რომ აი რაღაც ერთი ადამიანი გველაპარაკოს. ერთ საუკუნეა თან აჩქარდა ყველაფერი. და შესაბამისად ბავშვებს არ უყვარს ლექციები, ის რომ აბა როგორ შეიძლება ისე არიძინებ გვიანობდა და მაგისმაგივრად დათო შუქი, ანუ ჩააქრე შუქი. გიორგი ჩანთა, ანუ ერთი სიტყვით თქვა, ეს არის მოკლედ პირველი ხრიკი. აჰა. მეორე არის ის რომ არ უნდა ეს ჩანთას რო ეტყოდა, რო გადააგდოს ეს ჩანთა მე რა ვშვები? ძალიან დიდი 100% დარწმუნებული ვარ არ გადააგდოს. ასაგები. მეორე სდი აუცილებლად. ხო, ეს მარტივი ხრიკი რაც მაგამახსენდა ერთი სიტყვით თქვა. მეორე არის ის რომ რაც ასევე შველის არის რომ ფაქტის კონსტატაცია. აჰა, აბა როგორ? როგორც ლექციები არ გვიყვარს, ასე არ გვიყვარს არავის შენიშვნები. აი ახლა მე ვერ იტანს ჩემი შვილი. თქვენ გიყვარს? არა, მეც არავის არ უყვარს, მაგრამ ის საერთოდ. მე რო კითხოთ, აი რატომ ზიხარ გაჯეტში? სიტყვა რატომ უკვე არის ადანაშაულებ ადამიანს, ხო? ამიტომ ავტომატურად ეს იზოლებული პასუხი გაქცეს და არა, აქ ეს პასუხი ამ დროს. არა, თავდაცვაში ხო, დრო არ უნდა ამაზე პასუხი გაქცეს. მამა არ გეუბნებათ? კი, როგორ არა. ხო, და შესაბამისად, თან განსაკუთრებით რაც უფრო თინეიჯერობაში შედის ბავშვი, ძალიან დიდი პრობლემა აქვს, აი უსამართლობაზე. შეიძლება ჩვენ აღარ გქონდეს ისეთი რეაქცია უსამართლობაზე, თინეიჯერებს კონკრეტულად. დაბა რა უნდა უთხრა ამ დროს? ფაქტის კონსტატაცია, გიორგი, ხედავ რომ ძაღლი ისევ არავინ ძაღლი არ გაასერნა დღეს არავინ. მაგალითად ნინო ხედავ რომ მაცივრის კარი ღია ფაქტის კონსტატაცია დადანაშაულების გარეშე. ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ხედავ რომ კიდევ გაჯეტებში ხარ. ხო, ხედავ რომ როგორც ხვდებით თქვენ გაჯეტის თემა არა, სწორედ ჩემ შვილთან საბედნიეროდ გაჯეტი საერთოდ არ ინტერესებს, უნდა თამაშოს. კი. ძალიან ხო ასე მივაჩვიეთ რომ კი თუ მიეცი ცოტა ხანი უყურებს მაგრამ ურჩევნია ცოცხალი თამაში და ინტერაქცია მშობლებთან ყველასთან 8 ხო და აი არა ურჩევნია თამაშოთ როლები სპექტაკლები დავდგათ ვიდრე ამაში იყოს პირიქით ამას როგორც კი მისცემს თქვა ვინმე არა აღარ მინდა მოდი ვითამაშოთ და ეს არის თუმცა კი აქ ინტერესი მაინც აქვს რა თქმა უნდა მაგრამ მე ნაკლებად ვარ ამით დაზარალებული ბრჭყალებში მაგრამ აი როდესაც არის მაგალითად იმიტომ რომ მე რატომ ვთქვი გაჯეტი იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლის უმეტესობა განსაკუთრებით ბებიების აი დედები და მამები თავად აწვდიან ამ გაჯეტებს იმიტომ რომ უფრო მარტივია და ბავშვი არის დაკავებული და მე რაღაცა სხვა საქმეს ვაკეთებ. ბებია და ბაბუები ძალიან განიცდიან, როცა შვილიშვილები ბებია და ბაბუები ზიან თვითონ გაჯეტებში სიმართლე რა. რა საკითხებია ლაპარაკობთ? ეს მგონია მე შეიძლება მეჩვენება. ძალიან ახალგაზრდა ხარ და ახალგაზრდა ბებიებზე გაქვს საუბარი. კი ბატონო. ჩემი აზრით, მოკლედ გაჯეტებით და ერთი რაც აი რითიც მომეშვა ცოტა ეს ღელვა იყო რომ მივხვდი რომ გაჯეტებთან ბრძოლას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ეგეთ რეალობაში ვარ და მე პატარა რა ვიყავი. ძალიან მეტყობა კიდევ სიგნები რომ იყოს აი ესე ღამე ვათენებდი ხოლმე საბნის ქვეშ ფანდრით და სუმევნებდა ნინო თვალები გეტკინევა დედაჩემი და მამაჩემი სუმევ თვალები გეტკინევა გავიდა დრო ეხლა ვოცნებობთ რომ ჩვენი შვილები ფანდრებით თვალები ეტკინო ხო ამისგან ედგას ანუ გავა კიდე რაღაც პერიოდი კიდე სხვა რაღაც გამოჩნდება რის გამოც ან ჯობია გაჯეთში ჩაჯდე შვილო ანუ რეალურად გარდაუვალი არის ეს არის განვითარების ნაწილი ჩვენ არჩევანია ოღონდ როგორ ვაკეთეთ ბავშვს არ შეუძლია გაჯეტის თვითონ კონტროლი მართლა არ შეუძლია ჩვენ დიდებს არ შეგვიძლიათ მე თვითონ ჩემს საკუთარ რაღაც აპლიკაციებზე მიყენია ლიმიტები მე თვითონც რო არ გადავაჭარბო იმიტომ რომ დიდ ადამიანს არ შეუძლია და ვთხოვთ ბავშვს რომ თვითონ შეძლოს ამიტომ ჩემი ძალიან ღრმა რწმენა არის ერთადერთი თემა რასაც შეიძლება აი ყველაზე მკაცრი საზღვრების დაწესება არის გაჯეტები იქნება ეს ყველა ტელეფონში არსებობს ეს რაღაც საბავშვო ესე ვქვა ანგარიშით როგორც ქვია და შეგვიძლია რომ მარტივად რაღაც დაუწესოთ. აქ მოდის ხოლმე მეორე მომენტი ძალიან რთულია რომ მე გაყვე. იმიტომ რომ რაღაც დაუწესებ ერთი თვე ყოჩაღად ხარ მე ჭირდება მუშაობა. აი მე მეორე წიგნზეც მინდა რომ ვისაუბროთ აი ეს დედმამიშვილები კი ბატონო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ორიგინალი მოგიტანეთ ესე ქვია. აჰა. აქ სიმართლე გითხრათ ეს წიგნი არის ამის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმდენად ბევრი თემა დაგროვდა, რომ ცალკე წიგნად გამოიტანეს ორმა ავტორმა. აქ უკვე საუბარია, როდესაც ყავს ერთი მეტი შვილი. და რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს წიგნი რასაც გვასწავლის არის, რომ არასდროს არ არის ეს რაღაცა მეტოქეობა დედმამიშვილების შორის არ არის
ეჭვენ რაზეა მოკლედ დაფუძნებული. უბრალოდ სიყვარულის გაყოფაზე. როგორც სტარტაპები რო სიყვარულის ქონდეს, გაყოფაზე, რო წარმოიდგინო, რომ სახში გაქვს ბევრი 2-3 სტარტაპი და ყველა ცდილობს, რომ ამ თავის იმას ვიღაც ინვესტორს და იმას მიაწოდოს სხვა. ზუსტად ესეთი ამბავი არის. ასეა. აქაც მარტივი წესები, რასაც ეს წიგნი გვასწავლის, პირველი არის, რომ მაქსიმალურად არ უნდა შევადაროთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად, თუმცა შედარება კარგათაც კი არა. აი შენ როგორი შენ აი ჭკვიანი ხარ ერთი ან იმას თავით ჭკვიანი ხარ თქვა. შედარება. მე რა თქმა უნდა რა ხდება, როდესაც ორი დედმამშვილი ჩხუბობს. ხო, ან რაღაცაზე კამათობს. არასდროს წესით ეს წიგნი გვეუბნება, არ უნდა დაიკავო მხარეები, ყოველთვის უნდა იყოს ღია საუბარი. ფაქტის კონსტატაცია. ხედავ რომ თქვენ გაბრაზებულები ხართ, ხედავ რომ ჩხუბობთ. მოდი გავიაროთ რაზეა საუბარი. ანუ მე ხდება ფაქტის მოყოლა ორივე მხრიდან. და ჩვენ როგორც მშობლები ამ დროს მხარეებს არ ვიკავებთ, უბრალოდ შევდივართ აი მოლაპარაკებაში, მრგვალმაგიდასთან ვხდებით და აი ამ მოლაპარაკებაში თვითონვე ვაპოვნინებთ გამოსავალს ჩხუბიდან ჩვენი ჩართვის თუ შემიძლია კი მაგდენი თავი თუ მაგდანი ნერვი და გადავა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი შემოდის, რასაც ასევე ეს წიგნები თითქმის ყველა გურჩა. მე როგორ ვიპოვო ძალა ჩემ თავში ეს გაიხსენეთ მომენტი, რომ ეს ყველაზე რთული მომენტი, როდესაც ბავშვები ერთმანეთს ეჩხუბებიან თავზე, ჭურჭელია გასარეცხი, საჭმელი გასაკეთებ დაღლილი მოდიხარ სახში, არც ენერგია აქვს, არც არაფერი. დაჭხუბარი ვარ უფროსთან. ეგ ეს თვებატავთ. გაიხსენეთ, რომ ხართ 80 წლის და ამ მომენტში დაგაბრუნდა ცხოვრება. ეს ჩემი ხრიკია, ამაში არ არის, მაგრამ ვარ 80 წლის და ამ მომენტში დავბრუნდი და იმ წამსვე მოდის ბედნიერება, რომ აი ძალიან მინდა 80 წლის რა ვარ მომდეცეს შანსი რომ ერთი წამი დავბრუნდე ამ ჩემ ჩხუბის მოყვარულ შვილებთან უფროსთან რომელიც რაღაც ესე მომიშვა სახში რეალურად ეს პერსპექტივას ცვლის მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს ყოველ წამში ამის კეთება ძალიან რთულია ამიტომ მშობლებმა უნდა მიხედონ თავის თავს მე ძალიან მომხრევარ იმისი რომ მშობელი თავის თავზე რო ზრუნავს ეს არ არის ეგოიზმი ეს არის პირიქით ჯანსაღი იმიტომ რომ თუ საბაზისო დასვენება არ აქვს მშობელს იმან ენერგიას ვეღარ აძლევს რესურსს ვერ აძლევს ამიტომ სახში რო ხარ და ანუ ჩემი აზრით მოკლედ უფრო ცოტა გატარებული დრო მაგრამ ხარისხიანი ჯობია დროს როდესაც ინტერნეტში რაღაც სკროლავ და ბავშვი ფონად მოდით მესამე წიგნიც მოვასწროთ გინდათ იმიტომ ნეტავ ეს წიგნი ჩვენ მშობლებს კონდეს წაკითხულიო ხომ ასე ქვია ხომ ეს უფრო ყოზე ახალი არის ეს ამის ავტორი ფილიპ ეს შვილების პოზიციიდან არის როგორც არა აქ როგორ არის იცით ეს საერთოდ ეს სხვა მიმართულება არის ფილიპ პერიმ დაწერა ეს წიგნი სხვადასხვა ჩვენ თარგმნეთ 25 ენაზე არის ნათარგმნი ქართული ენა არის 25 და ახალი წიგნი არის შედარებით ძალიან მინდოდა ფილიპას ჩამოყვანა საქართველოში, მაგრამ მაშინ არ იყო პირდაპირ ფრენები ლონდონში ვერ ჩამოვიდა მაგის გამო, მაგრამ ეს წიგნი კი ძალიან ვწვალობდით საათაურის თარგმნაზე, იმიტომ რომ არ გვინდოდა რომ დანაშაულებასავით ყოფილიყო ნათარგმნი, რომ არ წარმოგვედგენა რომ აი ჩვენი მშობლები რაც უდებიან რომ არ წაიკითხეს. მე გულით ვჯერა რომ ჩვენმა მშობლებმა საუკეთესოდ გაგზარდეს იმის პირობებში, რაც იცოდნენ მაშინ. იმიტომ რომ ისინი გაზარდეს საერთოდ ომის შვილებმა, ანუ ამიტომ აბსოლუტურად ნოლი განსჯა, პირიქით მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, იმდენად ფანტასტიკური მშობლები ვიყავ. შესაბამისად ეს წიგნით არანაირ დადანაშაულებაში არ მიდის. პირიქით ისე გეხმარება რომ გაიგოს შენი რატო იქცევი, როცა როგორც იქცევი რაღაც მომენტში. უმეტესობა, აი ამ წიგნის უმეტეს ნაწილი საუბრობს მემკვიდრეობით აღზრდაზე. რას ნიშნავს ეს? ის თუ როგორ გაგზარდეს ჩვენ ძალიან მოქმედებს იმ სტილზე როგორც ვზით ჩვენ შვილებს ოღონდ ძალიან ქვეცნობიერ დონეზე მაგალითს მოვიყვან ერთი ავტორი გაცნობიერებულზე სხვათა შორის გაცნობიერებული ხო რა თქმა უნდა მაგრამ კიდე უფრო გაუცნობიერებელი წესი ესეა და ესე უნდა ვქნა ბაბუაჩემი ესე შვებოდა დედაჩემი რა თქმა უნდა მაგრამ ეგ არის უფრო პატარა ნაწილი გაუცნობიერებული უფრო დიდი მაგალითი აი ავტორი თვითონ ყვება მაგალითს რომ მე თვითონ მოკლედ ჩემი შვილები რომ დარბოდნენ და სულ ხმაურობდნენ და ძალიან ნერვიულობდიო და ვერ ხვდებოდი ეგრევე ვაჩუმებდიო და სულ ჩვენი ჩხუბი იყო და ხმაურზე ეგრევე ტრიგერი მქონდა ტვინში და ვაჩუმებდი. მე რო იმუშავა ამ მეთოდით დაიწყო გამოკვლევა ფსიქოთერაპიაში იყო აღმოაჩინა რომ მამამისი იყო საკმაოდ ასაკიანი როცა გაუჩნდა შვილი და თან იყო მწერალი რომელსაც სიჩუმე ჭირდებოდა კონცენტრაცია და როგორც კი ეს ბავშვი დარბოდა ეგრევე აჩუმებდნენ ამ ბავშვს და ავტომატურად ჩამოუყალიბდა რომ თვითონაც სახში უნდა იყოს სიჩუმე არა და
ბავშვი და სიჩუმე ცოტა შორს არის ერთმანეთთან. ძალიან. ხო და აი ამ მომენტში, უნდა როდესაც იყოს სიჩუმე და ბავშვი. შემდეგ მომენტში, როდესაც ამას მოუნდებოდა რომ თავის შვილი გააჩუმოს ან დაუყვიროს ან შეაჩეროს, ახსენდებოდა რომ ეს ჩემი ის არის, მემკვიდრეობითი აღზრდა, იმიტომ რომ მამა ჩემის გამო მე ვჩერდებოდი და აი ამ მომენტში ხდება პერსპექტივის შეცვლა, სხვანაირად იწყებ მოქცევას და აი ამაზე არის მოკლედ. და თუ პირიქით ხმა ორიანში გავიზარდე, მაშინ ხო, აი გააჩნია რა იყო რა იყო ტრიგერი, აი რაღაც რამ გამოიწვია ეს გააჩნია, ხო. რა არის ის საფუძველი, საიდანაც მოდის თვითონ ჩემი შინაგანი განწყობა, ჩემი აღზრდა და ჩემი ცოდნა იმისი თუ როგორ უნდა აღზარდო შემდგომ ბავშვი. რასაც არის წიგნები ყველა საუბრობ, ან ერთადერთი თუ შეიძლება დასკვნა გამოვიდა, არის ემპათიის უნარი. რომ ყოველთვის უნდა ბავშვის პერსპექტივიდან შეხედოს სიტუაციას. ყოველთვის შენ თუ შეგიძლია რაც არ უნდა დაღლილი იყო, რაც არ უნდა ნერვებში გაიხსენე, რომ მე 40 წლის ვარ, 60 წლის ვარ, რა ვიცი, 25 წლის ვარ. მე ამხელა ადამიანი პატარა ბავშვს ვეჭიდავები, ეს არის, აი როგორც კი ვიხსენთ, აი ეგეთ თუ ხრიკად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კი ვიხსენთ ჩვენ ამდენი წლის ვარ და თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ ბავშვი არ გვიჯერებს. აი საერთოდ ეს ტექსტი არ გვიჯერებს, ნუ ამოვიღოთ თავიდან. ანუ აქ თემა არის ის, რომ ბავშვის მხრიდან შეხედე, ბავშვი როგორც კი მაგის დონეზე ვეშვებით, იმის დონეზე არეული სათამაშოები კი არ არის არეულობა, სამყარო არის, ცხოველები არის, ის რაღაც სასწაული. აი მე კიდევ დავუბრუნდები მე აბსოლუტურად გეთანხმებით და ასე ვცდილობთ, რომ მეც სწორედ ასეთი მეთოდები გამოვიყენო, თუმცა ძალიან ბევრი ოპონენტია ამ შემთხვევაში და ამბობს, რომ ზედმეტი თავისუფლება ასე უწოდებენ თავისუფლებას, ოდესაც ეუბნები, რომ არ შეიძლება, სიტყვა არ შეიძლება, უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან და ასე შემდეგ. გეთანხმებით ნამდვილად, უბრალოდ ერთია, როდესაც შენ ეს იცი და მეორეა შეგიძლია თუ არა ამის აღსრულება. კანონის არ იყოს, ვიცი რომ არ უნდა დავაშავო, მაგრამ მაინც ვაშავებ, იმიტომ რომ ცნობიერების დონეზე, მე თვითონ ჩემ თავს უნდა ჩაუტარო ეს. რამდენად მუშაობ შენ თავს? ჩვენ გვაქვს, აი რაც უფრო დიდი გვაქვს ეგო, გონია რომ ჩვენ არ გვჭირდება სწავლა, არ გვჭირდება განვითარება, მაგრამ როცა ხვდებით რომ სინამდვილეში ჩვენ სულ რაც უფრო მეც ვკითხულად ვითარდებით, რა თქმა უნდა. ერთი ეგო და მეორე სიზარმაც, ხანდახან არ სწავლა მიყვარს და არც განვითარება. იმედი მაქვს რომ ბავშვებისთვის ამას ორივეს ვიზამთ. სხვათა შორის ძალიან კარგი არის იმისათვის რომ ჩვენ მართლაც ჩვენივე საკუთარი თავით დავამშვიდოთ, ძალიან კარგად აღზარდოთ, მერე შემდგომ ეს ჩვენი სიმშვიდე გადავიტანოთ ჩვენ შვილებში და ოჯახში. ნამდვილად არაჩვეულებრივია მუსიკის როლი ასეთ დროს, სხვათა შორის, იმიტომ რომ მუსიკა პირდაპირ თან კარგ მუსიკაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, ხარისხიან მუსიკაზე, თუნდაც ისეთზე, რომელიც ეხლა დაიწყება და სხვათა შორის ძალიან კარგი კონცერტი გაიმართება. რა კარგი გადაცვლა იყო. ასეც არის, ბავშვები უნდა წავიყვანოთ, იმიტომ რომ ეს ისეთი მუსიკა ვივალდის, ოდესაც usmen და სხვათა შორის ძალიან ხშირად საბავშვო აღზრდაში ბავშვების მუსიკალურ თერაპიაში ჩადებულია სწორედ ვივალდის ძალიან ცნობილი ეს წელიწადისობა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ეხება აღქმადია სულიად შვილი ბავშვისთვის და მე ჩემს შვილს ასეთ და ძალიან ბევრი ამ მეთოდს იყენებს და აი როცა უკვე წამოვიზრდებით და აი ბავშვობაში, ჩვილობაში ეს გვესმის, მე ეს მუსიკა ძალიან გვიყვარს. ბაროკალური მუსიკის მიღება არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მარტივია, როდესაც შენ უკვე ამ სამყაროში შესული ხარ. და სხვათა შორის ხდება უცნაური ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი დღეს, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში თბილისში იმართება პრემიერა პირველი ოპერისა, ბაროკოს პირველი ოპერისა, რომელიც აქ არასოდეს არ ყოფილა. ეს არის ოტონე ვილაში, რომელიც ვივალდის რომელიც ჩვენთან არ დადგმულა არასდროს და რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე იქნება აი ამ სპექტაკლის, ასე ვთქვათ, ამ ოპერის, ამ ოპერის პრემიერა. და დაესწრო რეპეტიციას ჩვენი მარიამ ქუმსიაშვილი და მე სიამოვნებით ვნახავ რა ხდება ეხლა რუსთაველის თეატრის სცენაზე, როგორ ემზადებიან მცირე დარბაზში და მეც ვეცდები რომ აუცილებლად დავესწრო. თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა.